მე პირამე თქვა წავა მექსიკაში წაგიყვანო მეთქი არ წამოვიდა მექსიკო ეს მანქანა მექსიკაში არ ყოფილა ხო უნდა გამომეცილდებინა ჩური არის როგორც ქართული ბიშები ეტლები ცხენის გარეშე იქ მხარეს არის უკვე მექსიკა, აი მექსიკის დროშა და ამ ჰაივეითი პირდაპირ გადავალთ ამერიკიდან მექსიკაში. აი ეს აღმოჩნდით მექსიკო. მექსიკის საზღვრიდან როგორ ჩანს იქით მხარე. ფაქტიურად არ ჩანს რა. კარი კლეტკებში. და ახლა შევალთ პროგრამა მექსიკოში. ესეთი პატარა პიპიათი გადმოვედით. აი მეგობრებო, ტიხუანიდან ახლა ჩავართ ქვედა მექსიკაში, უფრო სამხრეთისკენ. ამ საზღვარზე თუ გახსოვთ ვიყავით ეს რა იყო რა ხელახმა იყო ვაუ მე როგორი პიპინი აქვს სიგნალი და ამ საზღვარზე სხვა სურათები იყო ადრე კოვიდის პერიოდშიც მოვხვდით აქეთ შემთხვევით ვისაც გახსოვთ ძველი ვიდეოები მე და საბა ესე კალიფორნიის ესე სამხრეთისკენ მოვდიოდით და საბას ეუბნებოდი მეთქი წამოდით მექსიკის დროშა დაგანახომეთ შორიდან და ჰაივეიდან უკან მისატრიელებელი გზა აღარ იყო და მოვხვდით მექსიკაში მაშინაც. ხონა? სხვა ფერები იყო, სხვა ნახატები იყო, აგი ახლა არიან. ოკეი. ესე რა? მეგობრებო, ახლა გავაჩერეთ რომ გავსინჯოთ მექსიკური ტაკოს. ხოდა? ცეცხლ მანქანები. იმასწავლეს ახლა საუკეთესო ტაკოს ადიყიდება რა. ხოთნა. ვერ გაგასინჯებთ, მაგრამ აი მეგობრებო, ახლა გონია რომ მექსიკაში ან ამინდი არ არის. ან რაღაც აქ ჰაერი არის უთქება. შეთავაზებას ვერ აკეთებ, კარგათო და მე პირამე თქვა წავა მექსიკაში წაგიყვანო მეთქი, არ წამოვიდა. აი ლამაზი კადრებია, პირდაპირ ოკეანის შეშვები.
ეს მანქანა მექსიკაში არ ყოფილა, ხო უნდა გამოფესიებინა. უკვე დიდი არის ფაქტიურად, რამის 20 წლის არის და მექსიკაში არ იყო დამყოფი. აი, ფასიანი გზები. აი, მეგობრებო, ესაც ენსენადა. მექსიკის დროშა. ეს არის ერთ-ერთი საკრუიზო ქალაქი რა, ანუ ფაქტიურად მექსიკა ამერიკის საკავშიროდ ამ ქალაქში ხშირად აჩერებენ ხოლმე რა. ეს არის ბაჰა კალიფორნიის ტერიტორია რა, ანუ მექსიკაში. კალიფორნია ქვია აქაც. საერთოდ ძალიანად ეს კალიფორნიაც მექსიკა იყო თავის დროზე, ხო და ეს ენსენადა. ახლა შევიდივართ ქალაქში და დაგათვალინებინებთ აიკლები. ახლა იქნება ულამაზესი გზის ჩასვლა აქედან. მე გავაგრძელებთ რამე რა ხდება მაგის ნახვას აქ ქალაქში, ენსენადაში. ეს არის სპორტი. ეს არის მუზე, ეს პალმა, ეს წყალი. ესაც მე. მეგობრებო, ეხლა არის ღამის 9 საათი და ეხლა იხსნება აქ ესეთი მარკეტი რა, ბაზარი ესე ქუჩაში რომ არის ყველაფერი ჩამწკრივებული ტურისტული სიტუაცია და რატო? იმიტომ რომ გამთენიისას ჩამოდის 3 კრუიზის გემი, საკრუიზო გემი. და ან ფაქტურად ეხლა იწყება აქ ცხოვრება რა, ეხლა ალაგებენ რაღაცეებს. აქ გამის ცხოვრება პირიქით რა. მეგობრებო, ეხლა გავშინდავთ ჩუბს, რომელიც არის ქართული ბიშებივით და ანუ ბიშები რო იყო ხოლმე აი ურივით და შაქარში ამოვლებული მსგავსი რა, აი ჩური ქვია, ანუ ესე ჩუროს აი აწერია. ესე მეგობრებო, აი ჩურის უბრალობითში ჩური არის როგორც ქართული ბიშები. ასე რომ მეგობრებო, აი ეტლები ცხენის გარეშე. ელავთ როგორ განვითარდა ტექნოლოგია. მეგობრებო, ესაც ის საკრუიზო გემი, და ეხლა შევედით ენსენადაში და ერთი ესეთი პატარა ლექსი გამახსენდა რა, რომელიც მასწავლა ჩემმა მეგობარმა ერთი 20 წლის წინ ტურიზმში სადღაც სხვა ქვეყანაში, უჩა ქვია იმ ჩემ მეგობარს. გამარჯობა უჩა, ესეთი ლექსი მასწავლა რა. ჩამოდგა გემი, აუშვა ღუზა, hello, გოგო ბუთხუზაო. და იგი იყო ესეთი რა, ყველაზე მოკლე და დასამახსოვრებელი ლექსი ჩემთვის. ეს შვენიერი ინფრასტრუქტურა არის.
იტალიანურ სტილში, როგორც ეძახიან ხოლმე ამერიკაში, აქედან ესე ეძახიან ხოლმე, რომ ევროპის სტილიაო რა, ამ ესეც შენობები როცა არის. ხაშურის ჰამაკებიც არის. Thank you. ეს არის პოლიციელების ბაზა. საზღვარზე უკვე უკან ამერიკისკენ და ესე მოსიარულე ბაზარი არის აქ ესე სადაც ისე ყველაფერს გირია აუ ყველაფერი რაც კი გასაღები ამერიკაში ყველაფერს გირია და ისე წაღებაც კი შეიძლება ნურისცა შეიძლება ეგეც ვთქვა ესეთ გაცილებას გვიცნობენ. ეხლა ვართ აი ესე რიგში. Los corazones sepan lo que los corazones canta y no llores porque Hey, gracias, thank you, bro.